უწყვეტი პროტესტის 263 დღეს თელავის აქციების სიმბოლოდ ქცეული ბანო დემინაშვილი, რომელიც ძალიან ხშირად ერთი კაცის აქციას სწორედ სიმბოლურად მართავს, მარტო აღარ იყო მასთან ჩამოვიდნენ სინდისის პატიმრების მშობლები, ის ადამიანები, რომლებმაც ქართული ოცნების სისასტიკე ყველაზე მეტად გამოსცადეს საკუთარ თავზე, რადგან სწორედ მათი შვილები ყავს ახლა ბიძინა ივანიშვილის გუნდს ციხეში გამოკეტილი. მანამდე მათ გაიარეს სიმბოლური მარშრუტი და სწორედ თელავის მერიასთან მივიდნენ მსვლელობით, ამიტომ საპროტესტო აქციებისათვის დამახასიათებელი მის სიმბოლოდ ქცეული შეძახილები ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, თავისუფლება სინდისის პატიმრებს და გარდა ამისა, მზია ამაღლობელის ბოლო ფრაზა სილა რეჟიმს დღეს უკვე თელავში ჟღერდებოდა. თავისუფლება! თავისუფლება მათე დევიძეს! თავისუფლება! თავისუფლება მათე დევიძეს! თავისუფლება! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება! მიხარია როცა ხედავ რომ ხალხმრავლობა ხშირად მომიწია მარტო აქ ყოფნა, მაგრამ არა უჭირს რა, ის ერთი კაციც ბევრ რამეს აკეთებს, ზოგიერთს კი გონია რომ ერთი კაცის პროტესტი არაფერია, მაგრამ ის ერთი კაცთან იწყება და მე ხდება 1000. ზვიადი და მერაბი იხვია ჩემ შვილებს და რუსეთში ვიცხოვრო, რუსეთში არა, რუსეთის გარეუბანში ვიცხოვრო. არა რა, ეს ჩემთვის მიუღებელია. მარტო რომ მომიწიოთ აქ ყოფნა, ვიდგები მანამდე სანამ შემეძლება. ბრძოლამა გამოცხადებული ბოლომდის. ვიღაცები ზოგი მოსყიდვა ეცადა, ზოგი თქვენ შემოგევლეთ. მე რომ ფულის ხამი ყოფილიყავი და ფულზე ყოფილიყავი ორიენტირი. ჰელსინგის კავშირში კი არ შევიდოდი, ხედრიონში შევიდოდი. ადამიანები ისევ უკმაყოფილოები არიან და ისევ იგივე მოთხოვნებია რეგიონშიც, თელავშიც. ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას პოლიტპატიმრებისთვის, ასევე ევროპულ მომავალ საქართველოსთვის და ახალ არჩევნებს და ეს ყველაფერი შეიძლება იმ ერთმა ადამიანმა სიმბოლურად, რომელიც აქ დგას ყოველდღე, მან გაახმოვანოს. დღევანდელი საპროტესტო დღე თელავში იყო საკმაოდ მრავალფეროვანი. თავდაპირველად სინდისის პატიმრების მშობლებმა ახმეტის ბაზარში დაარიგეს ის გაზეთები, სადაც მათი შვილებისა და ოჯახის წევრების წერილები არის დაბეჭდილი. გარდა ამისა, ამის შემდეგ უკვე გადაინაცვლეს გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, სადაც სიმბოლურად დატოვეს ყვავილები, რადგან მაყურებელს შევახსენებ, რომ სწორედ ხვალ არის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე. შემდეგ უკვე პატივი მიაგეს თემირლან მაჩალიკაშვილს. გარდა ამისა, გეტყვით იმასაც, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი იყო კახეთში სინდისის პატიმრების მშობლების მასპინძელი. საბოლოო ჯამში კი საკმაოდ დადებითი ემოციებით წამოვიდნენ ყველა აღნიშნული ლოკაციიდან, რადგან სრულიად კახეთის მოსახლეობა, ვისთანაც მათ პირისპირ კომუნიკაცია ჰქონდათ, ძალიან დადებითი და პოზიტიური ენერგეტიკით და შეძახილებით დახვდნენ. ამის შემდეგ უკვე მათ გადაინაცვლეს თელავის ცენტრში, სადაც ასევე დაარიგეს გაზეთები და როგორც უკვე გითხარით, ბოლოს გამართეს სიმბოლური მსვლელობა, სიმბოლური შეძახილებით. საპროტესტო დღე კი დასრულდა მერიასთან, თელავის მერიასთან. მათ ასევე უცვლელი მოთხოვნები გააჟღერეს და კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვეს იმას, რომ ქართული ოცნება არის ძალიან ბოროტი ძალა, რომელიც საქართველოს ხელს უშლის, რომ ის იყოს ევროპის მისი ნაწილი და აქედან გამომდინარე ითხოვენ, რომ დასრულდეს ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური თვალსაზრისით. გარდა ამისა, ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ დღეს განსაკუთრებულად ჟღერდებოდა მათე დევიძის, სინდისის პატიმრის სახელი და გვარი, მათ შორის მსვლელობისას, რადგან თელავი სწორედ მათეს მშობლიური ქალაქია. ეხლა მე მინდა მივმართო ირაკლი კობახიძის აქედან ანწუხელიძის მემორიალიდან. ანწუხელიძე ებრძოდა რუსეთს და ანწუხელიძე არის გმირი. ანწუხელიძე არის მართლა სინდისის გმირი. და მე მაინტერესებს დედას და უსვამდი ირაკლი კობახიძის დედას კითხვას, როგორ გაზარდე ესეთი უსინდისო შვილი, რომელიც დღეს გმირებს ეძახის უსინდისოს, დღეს ჩვენ პატიმრებს ეძახის უსინდისოს, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ არ უნდათ იყვნენ რუსეთის მონები. კობახიძე ზე ვარ ძალიან გაბრაზებული, აუცილებლად მე მაგასთან მივალ და პირადად მისთან მინდა კაბინეტში მივიდე და მას უთხრა, რომ ჩვენი შვილები არ არიან უსინდისოები არიან თვითონ და პირადად კობახიძე. შენ ხარ უსინდისო, ჩვენი შვილები არიან პატრიოტები და ქვეყნის მოსიყვარულები და თქვენ ხართ მოღალატეები. მე რო უყურებ ახლა ამ ბავშვის სოფლოს, ესეთი მძიმე იყო ჩემთვისაც 92 წლის ის 2 თებერვალი, როცა ჩემი შვილი სახლიდან გავიდა.
ბავშვს რომელსაც ეროვნული დრო შეეჭირა და მიტინგზე წინ მიდიოდა, მაშინდელმა მხედრიონის ბანდიტებმა სნაიპერის ტყვით დამეხრიტეს. საძილი არტერიაში ჰქონდა ტყვია მოხვედრი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ჩემთვის მართლა მძიმეა ესეთი ახალგაზრდების საფლავზე მისვლა. ძალიან ემოციურად. მე არ ვიცი ამ მთავრობამ როგორ უნდა ჩამოირეცხოს ამდენი ხალხის სისხლი. ეს ხელისუფლება მაშინვე სანამ თემერლანთან დანაშენებთან მივალთ, ესენი ხო ჩული ბავშვით მოვიდნენ, აკვანში ბავშვი მოკლეს, იმ ბავშვის სისხლით არიან მოსულები. იქიდანვე ჩანდა ეს ყველაფერი ნათელი იყო რასთან გვქონდა საქმე. ეს ყველაფერი დავინახეთ დღე ვხედავთ ამ ყველაფერს, დღითი დღე უარესდება საქართველოში მდგომარეობა, რეპრესიები, ჩაგორვა, უსამართლობა, ციხეებში ამდენი ახალგაზრდების გაშვება, დალეწვა, დასისხლიანება, ჩვენს ბოლო მოიღება, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთეთ, ამას მოვუღოთ ბოლო. ასეთი იყო უწყვეტი პროტესტის 263 დღე თელავში, თუმცა ის აუცილებლად გაგრძელდება დედაქალაქში, გარდა იმისა, რომ მთავარ ლოკაციად კვლავ დედაქალაქის მთავარი გამზირი რჩება, სადაც ყოველდღიურად იკრიბებიან ჩვენი ქვეყნის პროევროპულად და დასავლურად განწყობილი მოქალაქეები. სინდისის პატიმრების მშობლებმა გამოაცხადეს, რომ ხვალ აუცილებლად ელოდებიან ყველა საღამოს 19 საათზე კანცელარიასთან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის ბოლო განცხადებას სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ ეს ადამიანები არ არიან სინდისის პატიმრები და ასევე თქვა, თითქოს ისინი არიან უსინდისოები. აქედან გამომდინარე, მშობლები აპირებენ, რომ გააგრძელონ პროტესტი ამ ჭრილშიც და უშუალოდ ირაკლი კობახიძეს მიმართონ. ხვალ ირაკლი კობახიძე იქნება მათი მიმართვის მთავარი ადრესატი, სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილებისათვის უსინდისოს დაძახებას არავის არ აპატიებენ.